გრძელდება პროექტი ძველი თბილისის საღამოები, რომლის ფარგლებშიც მთაწმინდის რაიონის გამგეობამ ღვაწლმოსილი პოეტისა და მთარგმნელის გივი შაჰნაზარის შემოქმედებით საღამოს უმასპინძლა. გივი შაჰნაზარს ცნობილ ლიტერატორს და მთარგმნელს წელს 80 წელი შეუსრულდა. შემოქმედებით საღამოზე მის მიერ თარგმნილი პოეზიის ნიმუშები საიათნოვასა და სეპაკის ლექსები წაიკითხეს. ეს შეხვედრა, რა თქმა უნდა, სასიხარულო უჩვეულოა, უბრალოდ ადამიანურად, როცა ასეთი სიყვარული გაჩნდება, ყოველთვის ესე იგი თითქოს მე მართალი გითხრათ, ძალიან მწუხდი, რომ ესე იგი მეტისმეტ მივიზამთ მეთქი, რომ რამოდენიმე ადგილად მიწევთ ეს. ხოდა, მაგრამ მე მგონი რომ ესე იგი წარმატებული და კარგი საღამოა. მსგავსი საღამოები აუცილებელია თითოეულ ჩვენთაგანისთვის, ჩვენი სულიერებისათვის, განსაკუთრებით იმ ყოფაში, როდესაც მიუხედავად ასაკისა, ძალიან ბევრ ქართველს დღეს გული აქვს შეხუთული და სამწუხაროდ გული ჩვენი სევდითა და წუხარებით უფრო იკუმშება ვიდრე სიხარულით და მე თაზმინდელებს მივეცი პირობა და აუცილებლად გაგრძელდება ეს საღამოები. საოცარი საღამო იყო შეხვედრა გივი შაჰნაზართან და საერთოდ მე რამდენადაც ვიცი, ისინი ფიქრობენ, რომ ეს შეხვედრები გაგრძელდეს, ტრადიციული სახე მიეცეს. ჩემთვის პირადად ერთი რიგითი თბილისელისათვის მისასალმებელია, რომ აი ისეთ პოლიტიზირებულ დროში, როგორიცშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, გვინდა თუ არ გვინდა, ადამიანი გაახსენდა ვიღაცას, კულტურის მოღვაწე გაახსენდა, მწერალი გაახსენდა, ხელოვანი გაახსენდა.